გამარჯობა. რა სამომდი გაბრიელ? ერთ რამს ვერ გავიგე მას კოდში. რა აბა? მაშინ გამისდა მას მე სხვაგან ვიყავი წასული ვერ მოახერხე მას და ჯერ ჩანაწერი ვერც კი არა არც ჩანაწერი არ მიყურებია მას და ხო. რა ხსენით მას წინაზე ან რასთან დაკავშირებით ჩანაწერს უყურებ მე ხო, უყურე მე მას რა ქვია, ჩანაწერს აუცილებლად და გააკეთე ზუსტად ისე, როგორც ჩანაწერში ვიმუშავეთ. გაბრიელ, მითხარი აბა. რა გავაკეთეთ მას ანუ კამერის გაყოლა გავაკეთეთ. კიდე რა გავაკეთეთ? ჩანაწერში ნახავ მოკლედ რა. მას აი კამერა და კამერის გაყოლის სკრიპტი შევწერეთ ვექტორ 3. ხო. აი რა მნიშვნელობა აქვს აი გვერდზე რიცხვი რო აქვს რა მნიშვნელობა აქვს აი 300-ს x-ზე რო ჩავწერე თუ y-ზე მაგას მეუნები? თუ? ვექტორ 3 რო ვექტორ 3-ს რო 3-იანი აქვს, მაგაზე მეკითხები? აი ისა კამერის დიო ამაზე? შენი ხმარის მის. გამოჩნდა ჩემი გაზიარებული? მის. ო, ახლა კი. კი, აი მაგაზე ვამბობ. ამაზე მეკითხები. აი მაგ ვექტორ ნახე. ვექტორ 3 იმიტომ ქვია, რომ 3 პოინტი შეგიძლია მიუთითო რა შიგნით. ანუ ზოგადად ნებისმიერ ობიექტს ხო რაღაცა რიცხვები ენიჭება, როცა ნებისმიერ რაღაც კონკრეტულ ადგილზე დგამ. მე თქვათ აქ რო დავდო, თავისი x აქვს, თავისი y აქვს, თავისი z აქვს. მე რო გადავაადგილო, შეეცვლება. და რაღაც სხვა x და სხვა y და სხვა z, ну z-ზე ხა მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ორდეში ვართ. ძირითადად ჩვენთვის x და y იცვლება ხოლმე რა. ეს კოორდინატები, ეს ორი პოინტი. ყველა ობიექტს აქვს საერთოდ სცენაში რა ობიექტიც გექნება, ყველას ექნება ეს. და ეს არის ვექტორ 3 რა, ეს კოორდინატები არის რა. და ჩვენ მაგ ტიპის ცვლადი შევქმნით, ანუ ვექტორ 3 ტიპის ცვლადი არის, ეს ოფსეტი რო დავარქვით. აი ეს პოზიშენიც ვექტორ 3 ტიპის ცვლადი არის. უბრალოდ სხვა სკრიპტში აი ამ ტრანსფორმის ჩაშენებული სკრიპტი როა და რითიც ეს ტრანსფორმი აქვს და გადაადგილება შეუძლია. აი ეს position ქვი წარმოიდგინე რომ იქ წერია იმ სკრიპტში public vector 3 position. და მე აქ ჩანს რა, მაგიტომ ხედავთ ჩვენ ამას. ზუსტად ეხა ჩვენ სკრიპტში რომ დავწერეთ public vector 3 offset გამოგვიჩნდა აქ, ხო? აი ზუსტად offset და 3 რიცხვი შეგიძლია მიუთითო x, y და z. და თქვათ ვექტორ 3 იმიტომ დაგვჭირდა რომ თვითონ ეს target წერტილი position-იც ხო ვექტორ 3 არის. აი რაღაცა სხვა ობიექტს რო უკავშირდები. აი სხვა ობიექტის ტრანსფორმს დაუკავშირდით ჩვენ, ეხა კამერის შემთხვევაში, ანუ სხვა ობიექტში იგულისხმება ის პერსონაჟი, რომელსაც უნდა გაყვეს. მაგის ტრანსფორმს დაუკავშირდით და მაგის ტრანსფორმს რო დაუკავშირდით, მაგის ტრანსფორმიც ხო ის არის. უბრალოდ მაგის ტრანსფორმში არსებული position-იც ხო ვექტორ 3 არის. ანუ ეს ვექტორ 3-ია მთლიანად. და მაგითო დაგვჭირდა ეხა ამას ერთ რიცხვს ვერ მიუმატებდით, მაგალითად target წერტილი position plus რაც 5 რო დაწერო, არ მიუმატებს რა. იმიტომ რომ ეს ვექტორ 3-ია, ის float-ი არის. გადამრავლება კი შეგიძლია ისე. მაგრამ მიმატებით ვერ მიუმატებთ. ჩვენ ახლა მიმატება გვინდოდა, მიმატება იმიტომ გვინდოდა, რომ აი მაგ მანძილი დაგვეშორებინა რა. იმ პლეიერისგან დაშორებული იყო რაღაც მანძილით. კამერა, რომ უკან ყოფილიყო z-ი დაგვჭირდა მაგიტო, ვექტორ 3 მაგიტო შევქმნით, რომ z-ის მითითება დაგვჭირდა, იმიტომ რომ main კამერა z-ზე -10 არის. უეჭველი -10-ზე უნდა იყოს ყოველთვის, რომ უკრინდა ყველაფერს ხედავდეს რა.
ხო და შეგვეძლო ვექტორ 2 შეგვექმნა, მაგრამ ვექტორ 2 რა შეგვექმნა, აქ გამოგვიშდებოდა მარტო x-ი და y-ი. ხო ხვდები ამას? და ესა რა ქვია, ვერ ავამუშავებდით ეგრე, იმიტომ რომ ეს რო გვეწერა თავიდან სანამ offset-ს მიუმატებდით, ხო ნახე ჩანაწერშიც, რომ კამერაც 0-ზე გადადიოდა რა. ხო. კამერაც 0-ზე გადადიოდა. კი, და ვეღარ არ ხედავდა მე ვეღარ იმათ. მაგიტო რაღაცა პატარა დაშორება გავაკეთეთ ვექტორ 3-ის სახით. ამ ვექტორ 3-ში ჩავწერეთ 0 0 -10, ნუ ეს გვინდოდა ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეს იყო, რომ z-ზე -10 ჩაგვეწერა და წარმოიდგინე, რომ აი ამ target წერტილი position-ი რამდენიც არის, აი თქვათ არის სად არის j-კი? აი ეს რაღაც sx-ი, sy და sz. აი ეგ სამი რიცხვი წარმოიდგინე ამის ნაცვლად. კომპიუტერი ამას რო წაიკითხავს, გაითვალისწინებს, ეცოდინება, რომ ამის x-ი და ამის y-ი და ამის z-ი არის ეს რიცხვები. ხო და მაგას მიუმატებს, აი ჩვენს მიერ შექმნილ აი ამ ვექტორ 3-ს, 0-ს, 0-ს და --ს. და x-ზე და y-ზე რომ ნულები მიემატება, j-ის x და y-ს. ხო არაფერი შეიცვლება, ანუ იგივე x და y-ს მიიღებს კამერაც, რაც j-ს აქვს, ხო? და z-ზე კიდე j-კი რომ ესა 0 არის, აქ მიემატება -10. -10-ის მიმატება ნიშნავს, რომ გამოაგდება 10. შესაბამისად j-ი z-ზე თუ 0 წერია, 0-ს გამოკლებული 10, ხო -10 არის. და main კამერის z-ი იქნება -10. ყოველთვის. და თუ ეხლა მე j-კი შეიცვლის თავის x-ის და y-ის პოზიციას და რომ დადის და გადაადგილდება იცვლის კიდეც, ყოველთვის ნულებს მიუმატებს აქ მაგ j-ის x-ის და y-ის პოზიციას და ყოველთვის იმ რიცხვებს მიიღებს თვითონაც რა რიცხვებზეც ესე j-კი არის. ეგ x-ი და ეგ y-ი ექნება ზუსტად, აი რომ გავტესტოთ ახლა კიდევ ერთხელ, რომ შევხედოთ უბრალოდ რა. თამას რო ჩართავ. აი j, მაინც სანამ მოკვდება. j-კი ხო არის, ვთქვათ. აი -1 და 7, რო დავამგვალოთ, -2 და 2, z-ზე 0. main კამერაზე რო გადავიდეთ, -1 და 7, აი ზუსტად იგივე იდენტურ x-ზე და იდენტურ y-ზე არის კამერაც. და დამატებით -10-ია კიდე, რომ დაინახოს j-კი. -10-ზე რო არ ყოფილიყო, ვერ დაინახავდა. მივხვდი ამ ტიპის ცვლადი დაგვჭირდა, იმიტომ რომ დაგვჭირდა, რომ აი ეს position-ი შეგვეცვალა რა. ეს position-ი რახან ვექტორ 3 იყო. მაგიტო ჩვენი ვექტორ 3 შევქმნით და დაუმატეთ ამ ვექტორ 3-ს ჩვენი ვექტორ 3. ოკეი. კაი, ახლა გავაკეთოთ მოდი ჯერ მოტრიალება გავაკეთოთ. აი, მოტრიალებაში გულისხმობ, რომ შენც ახსენე მე მგონი ამას წინათ. საითაც მიდის, იქით რომ მიიხედოს ხოლმე რა. j-კმა. აი თქვა d-ს რო აჭერ მარჯვნივ შეტრიალდეს, 100 რო დააჭერ ისე მარცხნივ მოტრიალდეს. ეხლა ჩემთან მაგალითად თავიდანვე მარცხნივ იყურება. შენთან როგორ არის? შენთან ეს მარცხნივ იყურება? შენთან კამერას უყურებს. ოკეი, წინ იყურება. ხო, მაგ შემთხვევაში ხა დიდად შეიძლება არ შეემჩნეს, რომ ეგეთი ფოტო თუ არის. ახალ სხვა იმას გადმოწერ მარცხნივ იყურება. თუნდაც გქონდეს მაინც შეამჩნევ რა, რომ მიიხედავს და მოიხედავს. იმ ტანსაცმელზე ან რაღაც მაგაზე მაინც შეემჩნევა. ან თუ გინდა მართლა გადმოწერე და უბრალოდ აი აქ შეუცვალე სპრაიტი, ხო იცი ეგ? რომ ახალ სპრაიტს თუ შემოვიტან, აქ ჩააგდებ და ეგ იქნება. ხო. კაი, და თვითონ ახლა რომ მოვატრიალოთ, ოღონდ რაღაცების შეცვლა მოგვიწევს. მოკლედ, აქ ხო გვიწერია ჩვენ შევიდეთ JavaScript-ში. და
JavaScript-ში ვიპოვოთ void jmove მიწერია მე აი მოძრაობასაც გვიწერია რა d-ზე დაჭერას რომ ამოწევთ და ვამოძრავებთ მარჯვნივ და a-ზე დაჭერას რომ ამოწევთ და ვამოძრავებთ მარცხნივ მინუსით. ეხლა აქ შეგვიძლია მოტრიალდება გავაკეთოთ ბევრნაირად რა და პრინციპში სამივე ხერხს გაჩვენებთ. პირველი ხერხი არის რომ ნახე ნებისმიერ ობიექტს რომ მონიშნავ რომელსაც sprite renderer-ი აქვს კომპონენტად და ჩვენი პერსონაჟიც ეგეთი არის რომ sprite renderer-ი აქვს. sprite renderer-ში აი color-ის დაბლა აქვს flip x და flip y. აი x და y ჩანს. და ესეც ბულით არის გაკეთებული რა. როცა ორივე false-ი არის, არანაირი flip-ი არ აქვს და აი როგორც კი x-ზე მაგალითად flips ჩაურთავ და true-ს გახდი, თვითონ ფოტო იფლიპება რა. sprite renderer-ს რახან აქვს, sprite renderer-ში ხო ფოტო არის და ფოტოს ფლიპავს. ერთი ვარიანტი ეს არის, რომ ესე დავფლიპოთ ხოლმე. x-ის flips დაუკავშირდები, ეტყვი რომ true გახდეს, ესე მოტრიალდება და მე მარცხნივ სიარულის დროს ისევ დაუკავშირდები და ეტყვი რომ false გახდეს და ისევ მარცხნივ მოტრიალდება. თუნდაც მარჯვნივ რო იყურებოდეს თავიდანვე პერსონაჟი. flips რო გაკეთებ, მე მარცხნივ მოიხედავს რა. გააჩნია ფოტოს აით არის. ნუ flip y-იც ახლა ესე აკეთებს, უბრალოდ ვერტიკალურად ტრიალდება. ვერტიკალურად ფლიპავს. ნუ ჩვენ ეს ახლა არ გვინდა, იმიტომ რომ მარჯვნივ მარცხნივ სიარული გვაქვს. ოკეი, ერთი ვარიანტი ეს გვაქვს. მეორე ვარიანტი გვაქვს rotation-ი. და პრინციპში rotation-ით გაკეთება ჯობია, იმიტომ რომ ეხლა ამას flips რა downside-ი აქვს რა, ესე ვთქვათ, ნეგატიური მხარე. რაღაც მომენტში შეიძლება გამოგადგეს და ოკეი იყოს და იმუშაოს ჩვეულებრივად. მაგრამ რა მომენტში შეიძლება არ გამოგადგეს, იცი რომ აი ვთქვათ შეიძლება მოკლედ flip-ის დროს ობიექტი არ ტრიალდება რა, ტრიალდება მხოლოდ ფოტო. თორე რომ ობიექტი ისევ როგორც იყო, ისე არის. ხო და რაღაც მომენტში შეიძლება გინდოდეს რომ მთლიანად ობიექტი მოატრიალო რა, იმიტომ რომ აი თქვათ რაღაც მე ვნახავთ, აი JX-ის რაღაც შვილად შეიძლება რაღაც ობიექტი გქონდეს ჩაგდებული, რომელიც აქ იქნება რა. აი თქვათ ხმალი რო გქონდეს, ახლა ცალკე ვყავთ, აი შვილად რო იყოს და ეგ რო ეჭიროს. სხვა ობიექტი იქნება ვყავთ, JX-ის შვილად იქნება და JX რო ივლის ხო ის ხმალიც გაყვება მუდმივად, მაგრამ მე თქვათ flips თუ გამოიყენებ და JX-ის ფოტოს დაფლიპავ, ის ცალკე ობიექტი ხმალი აქეთ არ გადმოვა რა. მიხვდით? მარტო JX-ის ფოტო დაიფლიპება. და ის ხმალი დარჩება აქეთ. და ეგ მაგ შემთხვევაში ხო არ იქნება კარგი და ამიტომ rotation-ის შეცვლა მოგიწევს მაგ შემთხვევაში რა, Y-ის rotation-ზე თქვათ 180-ს თუ ჩაუწერ, მთლიანად ობიექტი მოტრიალდება. და თქვათ აი 0-ზე რო აქეთ ხმალი უჭირავს, 180-ს რო ჩაუწერ აქ, თუნდაც კოდიდან რო შეცვლი, ის ხმალიც გადმოვა, იმიტომ რომ მთლიანი JX-ის ობიექტი რო მოტრიალდება, მობზრიალდება ამ rotation-ით. რა თქმა უნდა, ის შვილიც, ის ხმალი რო იქნება შვილად JX-ში, ის ხმალიც გააკეთებს rotation-ს, იმიტომ რომ მშობელი ობიექტი თუ დატრიალდა, ან გადაადგილდა, შვილიც გაყვება და დატრიალებასაც გააკეთებს და გადაადგილებასაც. ანუ მთლიანი ობიექტის მოტრიალება თუ გინდა, მოკლედ აი ეს არის ხელით რასაც ვაკეთებ, უბრალოდ კოდიდანაც ჩავწერთ. Y-ის rotation-ის ცვლილება მოგიწევს რა. 180-ს ჩაუწერ და ესე 180 გრადუსით მოტრიალდება მარჯვნივ. ეს გაგახსენებთ, რომ ბზრიალებს Y ღერძის გარშემო. Y ღერძი ხო ესეთი ვერტიკალური ღერძი არის, აი ეს მწვანე ღერძი. და ამის გარშემო ბრუნავს, აი 3D-შიც რო შევხედოთ. ნახე. იცით ცოტა გვერდიდან. აი ესეთი ღერძი ხო არის
y ღერძი. და აი თქვათ ესე რომ დავატრიალოთ. აი მაგ ღერძის გარშემო ბრუნავს რა. აი ესე დაბზრიალდება უბრალოდ 100 პირდაპირ 180 რო წერ, სწრაფად აკეთებს მაგას და ესე სწრაფად მოტრიალდება. ოკეი. და კიდე ერთი ვარიანტი არის, რომ აი scale-ი შეცვალო. x-ის scale-ს თუ გაამინუსებ, ეგეც ატრიალებს. რაღაც მომენტში შეიძლება ეს დაგჭირდეს, მაგრამ მე ნაკლებად ვიყენებ ხოლმე მაინც, იმიტომ რომ ხო, რავი, ნაკლებად ვიყენებ ხოლმე რა. რახან მთლიან ობიექტს rotation-ი ატრიალებს მთლიან ობიექტს, ამას ვიყენებ ხოლმე ძირითადად. თუმცა ესეც იცოდეთ, რომ თქვათ x-ის scale-ს თუ გაამინუსებ, ესე მოტრიალდება პერსონაჟი. ოკეი, კაი. შევიდეთ ახლა სკრიპტში და დავწეროთ. პრინციპში სამივე ის დავწეროთ. რა ქვია? სამივე ვერსია, სამივე გზა. და შეგვიძლია დავაკომენტაროთ და გეცოდინებათ უბრალოდ რომ სამივე არსებობს და შეგეძლებათ გამოყენება მე კონკრეტულ მომენტში, რომელიც დაგჭირდებოდა, რომელიც უმჯობესი იქნება შენთვის. მაგას გამოიყენებთ. ოკეი, ჯერ გავაკეთოთ ფლიპი. შევიდეთ სკრიპტში, JScript-ში. და რახან ვიცით, რომ ფლიპი არსებობს sprite renderer-ში და ეს sprite renderer-ი კომპონენტია, კომპონენტებს როგორც უკავშირდებით ხოლმე, მაგ კომპონენტის ტიპის ცვლადებს რო ვქნით ხოლმე. აი თქვა text კომპონენტსაც ეგრე დავუკავშირდით. მასე გავაკეთოთ ახლა რა. აქ JScript-ში შევქნათ public sprite renderer კომპონენტის სახელი ზუსტად, აი sprite renderer-ს როგორც ქვია და sprite რო დავარქვათ უბრალოდ. ოკეი. ან შეგიძლიათ sprite renderer დაარქვათ ამასაც. ოღონდ იგივენაირად არ დაარქვათ ხოლმე რა. პატარა ასოებით შეიძლება. აი იგივენაირად გულისხმობ, რომ ამას როგორც აწერია, ეგრე არ დაარქვათ ზუსტად. დიდი S-ი და დიდი არის. პატარა S-ი თუ დაიწყებ, მე დიდი არის შეიძლება, მაგრამ იდენტურად არ დაარქვათ ხოლმე. Sprite-ი ახლა რო ერქვას საკმარისი არის. ჩაწერეთ ეს? დიახ. ოკეი. ამას unit-ში ჩავაგდებთ, რო გამოჩნდება. და ახლა წავიდეთ და აი ეგ void j-ში მივიდეთ და d-ზე დაჭერა და a-ზე დაჭერა რო გვიწერია. აი translate-ის დაბლა, დავწეროთ sprite. Sprite-ს ვწერთ უკვე გულისხმობთ sprite renderer-ს იმ j-ის, თავარი პერსონაჟის, წერტილი და flip-ის აკრეფას რო დაიწყებთ, გამოჩნდება flip-x-ი, flip-y. ჩვენ გვინდა flip-x-ი. აი აქაც აწერია, რომ flips the sprite on the x-axis. აი ჰორიზონტალური ხო არის x-axis, x ღერძი. და მაგ ღერძზე flip-ავს რა. flip-x-ი უდრის იქ ხო ნახეთ, რომ ბული იყო. აი ესე checkbox-ი თუ არის, მონიშნა და ხო. ანუ true უნდა დავწეროთ, კი მართალი ხარ. ნუ ჩემ შემთხვევაში true უნდა დავწერო, იმიტომ რომ ეს მარცხნივ იყურება თავიდან. და d-ს რო დავაჭერ, მინდა რომ მარჯვნივ მოტრიალდეს. ამიტომაც ვწერ true-ს. ნუ შენთან გაბრიელ წინ თუ იყურება, ხო, შენც ესე დაწერე რა. ნახე აბა თუ შეემჩნევა თუ არა და თუ გადმოწერ სხვას კარგი იქნება. კაი, ეს მოვაკოპიროთ, მერე ეხლა აქ რო თუ გახდება. რა არის? ემჩნევა. ხო, ჩვენიერი. მოცუდად. ხო. შეცვალე თუ გინდა მართლა მერე. ხო და ეს უნდა მოვაკოპიროთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ d-ს რო დავაჭერთ და true გახდება ეს და flips გააკეთებს, მერე 100 რო დააჭერ, ხო უკან გინდა რომ flip-ი გააკეთოს ისევ. მარცხნივ რომ მოტრიალდეს. მას რო იფლიპება ისა
კოლაიდერი ისევ იგივე რჩება. ხო, მართალი ხარ. ეგეც ის არის, პრობლემა არის. რომ ზუსტად კოლაიდერი არ მიყვება თვითონ ფოტოს ფლიპს. წეგან ხო თქვი რომ ფლიპიქსით უბრალოდ ფოტო ტრიალდება და არა ობიექტი, მაგრამ ობიექტს თუ მოატრიალებ, კოლაიდერიც გაყვება, იმიტომ რომ კოლაიდერი ობიექტს აქვს. ჩავწერთ მე ობიექტის მოტრიალებასაც და მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ეს ფლიპი გამოგადგეს რა. შეიძლება ისეთი ობიექტი გქონდეს, რომ ესეთი კოლაიდერი არ ქონდეს, აი ზუსტად იჯდეს მაგალითად კოლაიდერი იმაზე. რა ქვია, პერსონაჟის სხეულზე ან ობიექტის ვიზუალზე და შეიძლება პრობლემა არც იყოს. ოკეი, ეს მას ოღონდ ნო თრუს ნაცვლად სპრაით ფლიპიქსი თრუ უნდა ჩავწეროთ მარტო ხო? დ-ზე დაჭერის დროს ხო და A-ზე დაჭერის დროს false. რომ ისე უკან დაიფლიპოს რა, მარცხნივ მოტრიალდეს. Sprite flipix true, sprite flipix false. დავასეივოთ ეს. გადავიდეთ unit-ში და JX რომ მონიშნავთ, margin JX script-ზე, personage script-ზე გამოჩნდება sprite და non-sprite renderer ეწერება. ანუ ეს ცვლადი რო შევქმნით ჩვენ public sprite renderer ტიპის ცვლადი. sprite რო დავარქვით. ეგ გამოჩნდა აქ. და ჯერჯერობით არაფერი არ არის ჩაგდებული და ჩვენ ჩავაგდოთ პერსონაჟი. რაც ნიშნავს, რომ პერსონაჟის sprite renderer ჩავარდება აქ, აი დაეწერა JX ფრჩხილებში sprite renderer. აი ეს კომპონენტი ჩავარდა რა. მას პერსონაჟის სკრიპტ ხო? პერსონაჟის სკრიპტზე margin ხო, მანდ გამოჩნდება ცვლადი. რაც დაარქვი. non-sprite renderer ეწერება და მანდ ჩააგდე თვითონ პერსონაჟი. რაც ან იგივეა, რომ აი sprite renderer-ს მოკიდო და ეგ ჩააგდო, მაგრამ როგორც მოგიხერხდებათ. ან აქედან დაასელექტეთ. ოკეი, დავასეივოთ და ჩავთოთ აბა შევამოწმოთ. მუშაობს და აი ახაც ემჩნევა, ნახე. D-ს რო ვაჭერ, X-ი ინიშნება აქ, ანუ true ხდება ეს პული. A-ს რო ვაჭერ, ისე false ხდება, ითიშება. და სცენაშიც აი თქვათ მარცხნივ რო არის ხო ესე აქვს კოლაიდერი, აი წაღან შერაც თქვი რომ კოლაიდერი არ მიყვებაო. აი ეგეც რო დავინახოთ. ზუსტად იგივენაირად არის კოლაიდერი რა. იგივე ადგილზე. კოლაიდერი არ შეცვლილა, საერთოდ კოლაიდერი არ დაიფლიპა. დაიფლიპა მხოლოდ ფოტო. ობიექტი ზუსტად იგივენაირად არის. აუ, ჩემთან ძალიან ცუდად აჩვენებს იმ შეტრიალებას და შევცვლი იმას. ხო, შეცვალა ჯობია და ან ისეთი ფოტო იპოვე რომ მარცხნივ იყურებოდეს, ან მარჯვნივ იყურებოდეს, რავი როგორც. შეცვალე და მე ჩავწეროთ თვითონ ობიექტის მოტრიალება. ვიპოვე იმას და გადმოვწერა.
ჩაგდე? მას ის PNG-ის და მოვაშორე background. ოკეი. ას ჩავსვი და ეს ძველი წავშალო, ხო? და ახალი მივავა. აი აქედან პირდაპირ ჩაუგდე რა, რომ მონიშნე პერსონაჟს. მარჯვნივ სპრაიტ რენდერერში პირველივე ის რო აქვს. სპრაიტში რო აქვს ჩაგდებული ფოტო, მან ჩაგდე ის ახალი ფოტო პირდაპირ. ას ძველი კოლაიდერი აქვს და ახალს დავუყო. ხო, რისეტი შეგიძლია. ან ერთი ვარიანტი რომ წაშალო და ახლდან მიაბა, ან box collider-ზე მარჯვენა კალათს დააჭერ reset და ახალი ფოტო როგორიც არის, შესაბამის სად მიაბამს იმ collider-ს და მერე გაასწორებ. აი ახლა გავასწორე. გატესტე კიდეც მუშაობს თუ არა. არ იყურება. აი, ამაზე არ მაქვს მიმული JX. შეგისწრებთ. არა, ხო და მე გითხარი რომ არ ჩააგდო თქო, ცალკე ჩააგდე ისა? სცენაში? კი. ხო და ეგრე არ ჩააგდო მეთქი. ანუ ის შაგი მონიშნე, რაც ობიექტი, რაზეც მუშაობდა ყველაფერი. სკრიპტი რაზეც არის და ყველაფერი. ის წავშალე უკვე. კონტროლ-Z-ით დააბრუნებ. კონტროლ-Z-ს დააჭირებ ორჯერ და დაბრუნდება. თორე დრო დაკარგება, ახლა სანამ იმ ცვადებსაც ჩაუგდებ და სანამ ის არის, დააბრუნე კონტროლ-Z-ით. თუ წაიშალა აღარ ბრუნდება. ბევრჯერ უნდა დააჭირო, ანუ სცენის ობიექტი დაბრუნდება, შანსი არაა. წაშლილიც რომ იყოს სცენის ობიექტს დააბრუნებ კონტროლ-Z-ით. აღარ ბრუნდება. დავერც დავაჭირე. კაი, მაშინ ახლდან უნდა მიაბა და ყველაფერი ჩაუწერო რა და ყველაფერი ჩაუგდო. კაი, მიდი მაშინ დროულად გააკეთე. სკრიპტის თავიდან დავწერო. არა, სკრიპტი არ უნდა დაწერო, მაგრამ თავიდან უნდა მიაბა. და აქ ცვლადები ხო ბევრი გვაქვს, რაც ჩანს და თავიდან უნდა ჩაუგდო ყველაფერი. მაგიტო გითხარი, ანუ უნდა მოგენიშნა უბრალოდ ის ობიექტი, რომელზეც ყველაფერი მუშაობდა და აქ ფოტო შეგეცვალა უბრალოდ. აუ, ყველა კომპონენტი მისაღებელია. ხო, კომპონენტის მისაღებელი გექნება. მაგიტო გითხარი, სამჯერ გითხარი, მაინც არ დამიჯერე. გაჩვენე კიდეც როგორ უნდა გექნა აქ. ას პოლიგონ კოლაიდერი და rigid body, ხო? ხო, ან თუ გინდა ბოქსი მიაბი რა, მე ბოქსი მაქვს მეგული. rigid body 2D-ო. მას. ხო. health text-ში რა უნდა ჩავაგდოთ? health text-ი, აი canvas-ში რო health text-ია. canvas-ი და ხო? canvas-ში რო არის ეგ. კი. sprite-ში თვითონ პერსონაჟი. sprite-ში თვითონ პერსონაჟი ჩააგდე game over-ში, ჩამქრალი game over-ი რო არის canvas-ში ეგ. game pause-ში game pause-ას მიჩვენეს და game pause ჩავაგდო. ამ სკრიპტში გაქვს game pause-იც? არა, მაგრამ მაინც მიჩვენებს. თუ არ გაქვს რანაირად გიჩვენებს? შენ თვითონ ხო არ წერდი და დაგავიწდა მე. public game object game pause. ხო და ანუ გაქვს ამ სკრიპტში ეგეთი ცვლადი და შენ თვითონ ხო არ წერდი და მაშინდელი დაწერილი ხო არ არის? შეიძლება არ იყენებ არაფერში და წაშალე უბრალოდ იქ სკრიპტიდან.
ეგ game pause ჩვენ გვაქვს canvas-ზე მიბმული. pause script-ი და მაგაში გვაქვს pause ჩაგდებული. თუ უნდა შეამოწმო. მაგრამ ახლა მიგდებს არ არსებობს. აი მაინც ეხლა main კამერაშიც თავიდან მოგიწევს ჩაგდება. main კამერაზე კამერა follow-ში target-ი ხო ჩასაგდები არის? ის ობიექტი უნდა ჩააგდო target-ში. რასაც უნდა გაყვეს, პერსონაჟი უნდა ჩააგდო. მაგაზე კი ერორებს ალბათ. მაგიტო ეხლა ყველაფერს გაკეთება მოგიწია თავიდანვე რა. არის და მარტივად ერთ ფოტოს ჩააგდებდი და ვსო. იქ sprite render-ში. right. დამმოდა როგორ წავშალ. როგორ? ან წავშალ. არა. ნახე აბა ყველაფერი თუ მუშაობს ახლა. ას errors მაინც მიწევს. გაზიარება. ეთქობა აქ შაგის სკრიპტშიც უნდა იყოს პაუზა. გაზიარე მიდი. ას დაჭირე აბა ორჯერ. მაგ მიგებს კიდე errors. pause script-ში გადადი ერთ წამს. რა? pause script-ში გადადი. ანუ ეს ხო მუშაობს. კი. და იმ შაგის script-ში წაშალე მაშინ pause-ის კოდები აღარ გინდა რა. სადაც აწითლებს ყველაფერი წაშალე. წერია და. ზევით ხო წაშალე უკვე და მაგით უაერორებს ხო? აი აქ. ხო. აქ მიწერია. ანუ ზევით რო წაშალე, ეგ აღარ არსებობს ქვევით და მაგითო გააერორა. შაგი მოვი არ წაშალო, მარტო არა, Ctrl-Z-ს დააჭირე. Ctrl-Z. მარტო if-ი და დააკვირდი, კი, მარტო if-ები. ის ფრჩხილიც დაბლა. ეგ ფრჩხილიც. ესენი. არა, იქვე რო ფრჩხილი დატოვა ერთი. აი ეგ. ახლა აქ. სო, გასწორდება დაელოდა ხოლმე. სო, ეგ არის. დაასეივე ხა და სო. ელენე გამარჯობა, გვიან შემოხვედი შენ. იმ პერსონაჟის მოტრიალებას ვაკეთებთ. ახლა გამოვთვლი მას თუ მუშაობს. არა, აი sprites-ში არ გაქვს ახლა ჩაგდებული ის. გეუბნება error თვითონ. ახლა the variable sprite of shaggy script has not been assigned. ანუ sprite-ში არ გაქვს sprite renderer ჩაგდებული. ისევ არ ჩანს შენთან ისინი? აუ, აქ კი არ აწვიეს. რა ჭირს კი? debug-ზე იყავი და მაგით არ ჩანდა. არა, ნორმალზე მქონდა და ახლა debug-ზე რო გადავიყვანე და რო გადმოვიყვანე, ახლა აჩვენებს. ოკეი.
აი აქ ქვევით non-sprite render 8 წერია, მან ჩააგდა ის. So, აუ ეს პირიქით აქვს დაწერილი, მოდი და იქით ტრიანი. შევცვლი. მოძრაობის კოდი უნდა შეცვალო უბრალოდ. აი, მაჩვენებო მოძრაობის კოდი როგორ და გიწერი. ხო? ხო, მოძრაობის კოდი. აქ პირიქ, აქ false და აქ true დავწერ, ხო? კი, ზევით false, ქვევით true. იმიტომ რომ დილს რო აჭერ ისედაც მარჯვნივ ეყურება და გინდა რომ false იყოს. Flip-ი არ იყოს ჩართული. და ას რო დააჭერ, ეგრევე true-ზე გადავა და დაიფლიპება. მერე ისევ დილს რო დააჭერ, ისევ დაიფლიპება. მოიხედავს მარჯვნივ. ხო გასწორდა. Okay. აი ეს flip-ი ვნახეთ. ახლა თვითონ აი წაღა რო გაჩვენეთ ეს y080 წერ ხელით და ეგ რომ მთლიან ნად ობიექტს ატრიალებს, ეგ გავაკეთოთ ახლა კოდიდან. რახან მაგის გაკეთებას ვაპირებთ, ეს დავაკომენტაროთ ეს flip-ის კოდი. მარცხნიდან დავუწეროთ ორი დახრილი ხაზი. გამწვანდება, რაც ნიშნავს, რომ ორივე flips, ხო? კი. გამწვანდება, რაც ნიშნავს, რომ დაკომენტარდება და კომპიუტერი არ მიაქცევს ყურადღებას, როგორც კოდს არ წაიკითხავს. კომენტარი იქნება უბრალოდ. თუ მერე გენდომება, რომ თქვათ ეგ დააბრუნო როგორც კოდი ისე აღიქვას, აი ამ ორ დახრილ ხაზს წაუშვი და დაბრუნდება. კარგი, ახლა ჩვენ გვინდა დაკავშირება, რახან ეს უნდა შევცვალოთ y. აი ამ rotation-თან, ხო? Rotations უნდა დაუკავშირდეთ. Rotations რო დაუკავშირდეთ, ჯერ transforms უნდა დაუკავშირდეთ. Transform-ით უკავშირდებით თვლიან და აი ამ transforms, ობიექტის transforms და მერე rotation-ი გვინდა. წერტილი rotation. უდრის და აქ რაც აი ამ rotation-ს აკონტროლებს და უზრუნველყოფს unit-ში ქვია quaternion-ი. მას მე ყველაფერს ნიშნავს. როგორ? ანუ აი ტოლი არ დავწერე, ეგრევე გამოაჩინა ეგ. ეს quaternion-ი გამოაჩინა? შემოგთავაზა? იო. ეულერიც? quaternion identity შემოთავაზა. არა. quaternion წერტილი euler უნდა ჩაწერო. ეს euler-ი არის, რაც ცვლის rotations. თქვათ თუ გინდა რომ აი აქ რომ ნულები უწერია rotation-ზე ობიექტს ან პერსონაჟს. თუ გინდა მაგის შეცვალა არაფერი უნდა. კი, უნდა. თუ გინდა ახსნიდა დაუწერთ მე. თუ გინდა ამათი შეცვლა მოკლედ, ეს euler-ი უნდა გამოიყენო და იმ euler-საც ჩაუწერ, თქვათ y-ის ადგილზე თუ ჩაუწერ 180, მოვა და ჩაწერს აქ 180. x-ზე თუ ჩაუწერ რაღაც რიცხვს, x-ზე ჩაწერს და
ეგრე. და ამ ეულერს უნდა მივუთითო ვექტორ 3 რა. ანუ 3 პარამეტრი. იმიტომ რომ x, y და z ცვლის, აი rotation ცვლის და ეს rotation ხო ვექტორ 3 არის. ჩვენ თუ ჩავწერთ აქ 0 მძიმე ჩემ შემთხვევაში ახლა d-ს როცა ვაჭერ, რახან მარცხნივ იყურება ეს d-ს რო დავაჭერ, ხო მინდა რომ მოტრიალდეს, ამიტომ 0 მძიმე 180 მძიმე 0 ესე ჩავწერ. და წერტი მძიმე. მას ჩემთან მარჯვნივ იყურება და -180 ჩავწერ, ხო? არა, აქ 0 ჩაწერე. თავიდან როგორც არის ეგრე. თავიდან ხო y-ზე ხო 0 აქვს. როცა მარჯვნივ იყურება. ამიტომ 0 ჩაწერე შენ. ჩემთან ახალ მარცხნივ იყურება, წერ 180. y-ის ადგილზე. აი ამ 3 რიცხვს აიღებს ახლა ეს ეულერი, წამოიღებს აქ და აი ამ 3 რიცხვის ნაცვლად ჩაწერს მაგ 3 რიცხვს. და x-ზე და z-ზე, ეს x-ის ნაწილია, ეს z-ის, ეს y-ის. x-ზე და z-ზე ისევ ნულებს ჩაწერს, რა თქმა უნდა, და y-ზე კიდე 180. აი აქ. აი. ეხლა ეს უნდა მოვაკოპიროთ. და ქვევითაც ჩაუწეროთ a-ზე დაჭერის დროს. ეხლა a-ზე დაჭერის დროს მე ისევ მინდა რომ 0-ზე გადავიდეს. იმიტომ რომ 180 რო ჩაეწერა და მარჯვნივ მიტრიალდა, a-ზე დაჭერის დროს მინდა რომ მარცხნივ მოტრიალდეს ისევ, ამიტომ 0-ზე გადავიყვან. ისევ თავიდანვე როგორც არის. და შენ თუ შენი პერსონაჟი როცა მარჯვნივ იყურება თავიდანვე, თვითონ ფოტო ეგეთი არის. აქ 0 ჩაწერე და ქვევით 180 ჩაუწერე. ოღონდ ეს ეხა არევს მოძრაობას და მოძრაობის გასწორება მოგვიწევს. იმიტომ არევს, რომ translate ისე გადაადგილებს პერსონაჟს, რომ rotation საითაც გაუკეთებ, მე დადებითით იქით მიყავს რა იმ მიმართულებით. აი ხა რომ გავტესტოთ, ნახოთ აბა რა ისობს. კი შემოტრიალდა. მოიცადე ამ გადავადგილებ, აქეთ რომ ხელი არ შემიშალოს. d-ს რო დავაჭირე მარჯვნივ კი შემოტრიალდა, მაგრამ მაინც მარცხნივ მიდის. აირია თქვენთანაც? მას მე კოდი სხვანაირად მიწერია. შენ როგორ გიწერია, გამახსენა? transform position plus udris new vector 3 და მე იქ მიწერია. კაი და ეხლა ეს რო ჩაწერე გატესტე? ავტესტავ. მიდი აბა. ენთან ახლა აღარ ტრიალებს. ხო. და აღარ ტრიალებს. არა. W-ს ჩაუწერე კოდი. არ W-ში არ D-ზე და A-ზე ჩაუწერე მარტო. W-ზე და S-ზე არ გინდა. მას მე ხო ჩემი ხო მარჯვნივ იყურება და A-ს ჩაუწერო 0 Y-ის მაგრამ თუ D-ს. D-ს. მარჯვნივ რომ მიდის, ისედაც 0 უნდა კონდეს, იმიტომ რომ მარჯვნივ იყურება ისედაც. ახლა ვფიქრობ. ანუ ჩემთან ეხლა რა პრობლემა არის, რომ A-ზე დაჭერის მას ჩემთან მუშაობს. ოკეი. და ჩემთან მიდის. შვენიერი. აი translate რომ მიწერია ახლა მე როგორ მუშაობს ეს რა? A-ზე დაჭერის დროს თავიდანვე რომ მარცხნივ იყურება. ეგრევე მარცხნივ რომ მივდივარ, 0 მიწერია აქ და ოკეია რა, მუშაობს ჩვეულებრივად. ეს მინუს სპიდით მიდის მარცხნივ და აქაც 0 წერია და თავიდანვეც ისედაც 0 უწერია და მიდის მარცხნივ. მაგრამ მე D-ზე დაჭერის დროს აქ ხო 180 ტრიალდება და 180 როგორც კი ტრიალდება და მარჯვნივ იყურება.
მე ესეც იცვლება რა. ესეც მინუსდება, ესე ვთქვათ. რახან 180-ით შეტრიალდა. ხო და მომიწევს ახლა რომ აქაც მინუსი შევწერო. რომ ეს გასწორდეს. ნუ translate-ის პრობლემა ესაა, რომ rotations თუ აკეთებ, მე ამის ცვლილებაც მოგიწევს, იმიტომ რომ rotation-ის მიხედვით მიყავს მე ამ translate-ს. და სადღაც თუ 180-ით მიატრიალე, მანამდე რომ დადებითით მიყავდა რაღაც მიმართულებით, 180-ით თუ მოტრიალდა, მე ისევ დადებითით საითაც მიტრიალდა, იქით წავა რა. და მაგიტო იმის საწინააღმდეგოდ გაშვება თუ გინდა, უნდა გაამინუსო იქაც. მოკლედ translate-ი ამოძრავებს ეგრე რომ rotations რო გაუკეთებ, საითაც მიიხედა ობიექტმა დადებითით თუ მიყავს, აი თქვათ მარჯვნივ თუ მიდიოდა და მოატრიალე 180 და მარცხნივ მიყავს. დადებითით თუ მიყავს ისევ წავა მარცხნივ. მე მარჯვნივ თუ მოატრიალებ და კიდე დადებითით, მე მარჯვნივ წავა. მოკლედ საითაც მიატრიალებ, დადებითით თუ უცვლი მე იმ x მიდის იმ მიმართულებით, საითაც არის შეტრიალებული, საითაც გაიხედა რა და. აქ რო 180-ით მოტრიალდა, არ მაწყობდა მე რომ დადებითით ევლოდა, მაგიტო გავამინუსე აქაც და ახლა ამუშავდა. თუმცა მე translate-ს ნაკლებად გამოვიყენებთ ხოლმე. ჯობია რომ rigid-ბადი გამოიყენო მაინც მოძრაობისთვის და მაგას ჩავწერთ მე უკეთეს მოძრაობას. უფრო მარტივადაც ჩავწერთ. და ესეთი პრობლემები აღარ იქნება მე. ოკეი. მას ჩემთან მინუს გარეშე მიდის თავისად იმად სწორად ხარის. ხო, შენ პირდაპირ positions იმაშვები იყენებ და მაგიტო. positions ვთვლი პირდაპირ. translate იმუშაობს მოკლედ ეს. კაი. ეს მუშაობს. დატრიალება. და ეხლა თქვათ აი scale-ის შეცვლაც გვინდა. კოდიდან scale-ის შეცვლაც გეცოდინებათ. და იდეაში ამას გამოვიყენებთ და ამას დავტოვებთ, მაგრამ აი scale-იც ჩავწეროთ რა, რომ ეგეც იცოდეს. scale რო ჩავწეროთ, მოდი ცოტა ხნით დავაკომენტაროთ ეს. Transform scale-ი? როგორ? Transform scale-ი დაგვხვდება? კი, local scale ქვია უბრალოდ. Transform წერტილი local scale. შეგვიძლია scale აკრიფო და გამოჩნდება local scale. უდრის და ეს პირდაპირ აი vector 3 ხო არის ეს local scale-ი. და ახალ vector 3-ს უნდა გავუტოლო რა. უდრის new vector 3. და რა რიცხვებსაც ჩაწერ, ის რიცხვები ჩაიწერება მე აქ. აი თქვათ გაზრდა თუ გინდა ობიექტის, აი კოდიდან. ეგრე ჩაწერ რა, აი თქვათ 3 3 3 ესე ჩაწერ და d-ს რო დააჭერ, გადიდდება. მაგრამ ახლა ჩვენ ეგ არ გვინდა. ერთებზე დავაბრუნოთ. ანუ scale-ს არ ვცვლით ახლა ჩვენ უბრალოდ მოტრიალებას ვაკეთებთ scale-ით. x-ის scale-ით. ამიტომ ერთები ჩავწეროთ ყველა. აქ უბრალოდ აი სადაც მოტრიალება გვინდა, აი d-ზე დაჭერის დროს მე მინდა მოტრიალება, აქ მინუს ჩავწერ. ეს რა ხმა იყო? შემთხვევით დავინჭია. და ეს ხაზი მოვაკოპიროთ მერე. აქაც ჩავაფეისტოთ და აქ ისევ დადებით ერთიანზე დავაბრუნოთ x-ი. მოკლედ, სადაც შეტრიალება გვინდა იქ ვამინუსებთ x-ის scale-ს და სადაც ჩაუბრალოდ საერთოდ იყურება, მოკლედ ის იქ ვტოვებთ როგორი scale-იც აქვს x-ზე იგივეს და ნუ y-ზე და z-ზეც იგივეს უწერთ, იმიტომ რომ ეს vector 3 არის local scale-ი და ახალ vector 3-ს ვუტოლებთ რა. ოკეი.
დავასეიოთ და ვნახოთ აბა. თუსო დავაჭერ მოტრიალდა. უბრალოდ ეხა ისევ მარცხნივ მიდის ეს, იმიტომ რომ ეს საკეთებს ფლიპივით რა. ეხა ისე რომ დავაბრუნო როგორც ფლიპის შემთხვევაში მუშაობდა ჩვეულებრივად, ამუშავდება ესეც. ანუ ამ შემთხვევაშიც ობიექტს არ ატრიალებს. აი, ეხა მუშაობს. ოღონდ აი ეს x-1 ფლიპავს რა. ესეც გამოდის რომ ფოტოს ფლიპავს და არა ობიექტს. ნუ ამასაც დავაკომენტარებ. თქვენს გატესტეთ და ამას დავაბრუნებ. ეხა ტაშს დაგეჭირა? Okay. მოკეთ ნახეთ რომ აი თქვა რაღაც კომპონენტში შევედით და ფლიპი შეუცვალეთ. თვითონ ფოტო დაფლიპა. local scale-ში შევედით და x-ის scale-ი შეუცვალეთ. გავამინუსეთ და მაგან დაფლიპა და rotation-ში შევედით და 180-ში ჩაუწერეთ y-ზე, მაგან შეატრიალა მთლიანი ობიექტი. იდეაში ესეთი ხშირ შემთხვევაში ესეთი rotation-ის გამოყენება ჯობია ხოლმე, იმიტომ რომ უფრო მეტად მთლიანი ობიექტის ფლიპი ჯობია რა. Okay. კაი, ახლა გავაკეთოთ რაღაცის სროლა რო შეეძლოს ჩვენ პერსონაჟს. თქვათ რაღაც ხილაკზე რო დავაჭერთ. აი, საითაც იქნება შეტრიალებული, იქით მხარეს გააჩინოს რამე ობიექტი და ის გაისროლოს. მოდი მაგისთვის მე კიდე ერთ სპრაიტს შემოვიტან. რო ეგ სპრაიტი ვასროლინო მე adventure time fin-ი იყოს, მოდი. Fins ვასროლინებ fin png. თუ გინდათ რაღაც ტყვის ფოტო შემოიტანეთ, რავი, როგორც გინდათ რა. ეს png-ია. კი. იგარი. გადმოვიწერე, ახლა სპრაიტებში ჩავაგდებ. და ესეც ჩავაგდეთ მერე სცენაში და ობიექტად აქციეთ. Scales დაუპატარავებ 0.2 რო იყოს, ნახოთ აბა. ეს რო ისროლოს ხოლმე. ნორმალური ზომა ამას გაისრვის ხოლმე რა. ხა ნუ ანიმაცია არ აქვს სროლის, მაგრამ უბრალოდ აი გავაჩენთ ხოლმე და ესე გაისრვის. საითაც იქნება მიტრიალებული ჯეიკი. ესე წიხლით გავარდება ხოლმე ეგრევე. მოდი ამასაც fins დავარქმე, უბრალოდ fin ერქვას. და დავასეივოთ. ჩაგდეთ? ჩაგდეთ ახალი ობიექტი? Okay, ახლა ახსნათ პრეფაბები. პრეფაბი არის წინასწარ გამზადებული ობიექტი რა. ჩვენ ახლა იდეაში ეს ხო ტყვიასავით უნდა იყოს, უნდა ისროლოს და თავიდან თამაში არ უნდა იყოს ეს თვითონ რასაც ისვრის.
წინასწარ გვექნება გამზადებული და მე ვთქვათ რაღაც მომენტში რაღაც ღილაკს რო დავაჭერთ, ეგრევე გავაჩენთ თამაში რა, სცენაში. თავიდან ხო არ უნდა ჩანდეს ეს. ამიტომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ასეტების ფოლდერში შევქმნათ ახალი ფოლდერი. მარჯვენა ღილაკი, create folder. დავარქვათ prefabs. prefabs, აი როგორც გესმით, ეგრე იწერება. შევიდეთ შიგნით. ცარიელი ფოლდერი არის. მას როის როლოს ის როგორ უნდა გავაკეთოთ თავიდან შეიძლება უთხრა. როგორ? აი როის როლოს თავიდან რო გვანახოთ. აი როგორ უნდა გავაკეთოთ. არის ვის ჯერ არაფერს. უბრალოდ ობიექტი ჩააგდე იმაში სცენაში. მაგას მეკითხები? ობიექტი როგორ ჩააგდო? ხო. არა, ანუ როის როლა. არ უსრია ჯერ, არ მუშაობს სროლა, ჯერ. უბრალოდ ობიექტი ჩავაგდე შიგნით რა. მეტი არაფერი მიქნია. ანუ ახალი სპრაიტი შევიტანე, ახალი ფოტო, გადავაგდე სცენაში, დავაპატარავე. მეტი არაფერი მიქნია. აქ საჩვენებლად მივიტანე უბრალოდ რომ ისროლოს თქო, თორე ეს კი არ ისვრის. ხელით ვაკეთე. ხო, არ ვიყურებოდი. ხო, ეს უნდა გავაკეთოთ თქო რა. ხელით გაჩვენეთ უბრალოდ. ხო და იმას ვამბობდი რომ ეს ამან ხო არ უნდა იარსებობს სცენაში თავიდან. ანუ დამალული უნდა იყოს და მერე უნდა გაჩნდეს. ხო, მერე უნდა გაჩნდეს. მოდი ამას დავარქმე მარტო ფინი რო არ ერქოს. bullet fin ეს ერქოს bullet. ტყუია ფინი. ოკეი. ეხლა ეს აუცილებელი არის რომ აქ მიიყვანო მაინც წავშლით ამას. ვაქციოთ prefab-ად. prefab-ად როგორ უნდა ვაქციოთ? ახლა prefab-ის ფოლდერი ხო შევქმნით, შევედით შიგნით, empty ფოლდერი არის ცარიელი. მოვკიდოთ ახლა ამ bullet fins ხელი, მაუსი, კლიკი გააკეთეთ და drag and drop-ით ჩააგდეთ ქვევით ფოლდერში. ნებისმიერ ობიექტზე რო გააკეთო ეგ, რომ მოკიდო და ქვევით ფოლდერში ჩააგდო. prefab-ებს არ მიჩვენებს. უნდა შექმნა, ანუ შევქმენი წეგან მარჯვენა ღილაკი create folder. prefabs დავარქვი. ნებისმიერ ეს უნდა გამოვიტანოთ, ხო? ხო, bullet fins მოკიდე და ჩააგდე ქვევით. prefabs folder-ში. და სცენის ობიექტი ეს განუჯდება მე. ხო, კი. რაც ნიშნავს, რომ ამის prefab-ი არსებობს. თუ წაგეშალა prefab-ი ან წაშალე, ეს გაფუჭდება ეს ობიექტი რა, გაწითელდება. ეგ იმიტომ არის, აი prefab-დან იკვებება ეს იდეაში ეს ობიექტი. კიდე იმისთვის არის კარგი ეს, რომ აი თქვათ დუბლირებები თუ გინდა ამისი ბევრი. აი prefab-ებს გადააგდებ ხოლმე მე ასე რა. და ესეთი ახალ-ახალი ობიექტები იქმნება. წავშლი ხა უბრალოდ საჩვენებლად გავაკეთე. და იდეაში ჩვენ ეს bullet fin-იც უნდა წავშალოთ. ეხა იქიდან იერარქიიდანაც წავშალოთ რა. დარჩება მხოლოდ ქვევით. ამიტომ ეს bullet fin-ი არ აგერიოთ ეხა ფოტოში. და ეცადეთ რომ ფოტოს საერთოდ სხვა ფოლდერში გქონდეთ და ეს prefab-ის ფოლდერში მარტო ეს მართლა prefab-ი გქონდეთ. რომელსაც bullet fin ერქმევა. ნუ sprites ისაც სხვა სახელი ერქმევა, მაგითაც მიხვდები, მაგრამ ესე რომ შეხედო შეიძლება ერთმანეთს გავდეს და ეს ობიექტი არის, game ობიექტია უკვე. წინასწარ გამზადებული, იმიტომ რომ transform-ის კომპონენტიც აქვს და sprite renderer-ის კომპონენტიც აქვს. უბრალოდ სცენაში არ არსებობს ქვევით ფოლდერში. და მაგას გავაჩენთ ჩვენ. და sprite-ების ფოლდერში კიდე თვითონ ფოტო არის. ჩაოლებრივი თამაშის ობიექტია, ოღონდ სცენაში არ გაქვს რა, გაქვს ფოლდერში. გააკეთეთ? სასროლი არ აქვს ეძება ახლა და. ხო. კარგი, ახლა მასე PNG ფოტო ვიპოვე მას შურიკენის. ხო,
remove წერტილი bg-ru არის საიტი, მაგაზე შეგიძლია ატვირთო და წაუშალო ეს ფონი. კარგით. თუ ფონიანი იქნება. კაი. ეს პრეფაბი გვაქვს, ხა გამზადებული. ახლა წავიდეთ JavaScript-ში და დავუწეროთ. პრეფაბს რა უნდა გავუკეთოთ? რა აქ რო ჩავაგდეთ მე? რო ჩავაგდეთ. არაფერი, პრეფაბს აღარაფერი. სცენიდან წაშალე უბრალოდ ის ობიექტი. ის გალურჯებული ობიექტი. სცენაში აღარ უნდა იარსებოს. როგორც თქვით, მხოლოდ არსებობს ქვევით ფოლდერში. და იდეაში ამის კლონებს გავაჩენთ, რა ნახავთ, ხა როგორ გავაჩენთ. კაი, შევიდეთ ახლა script-ში. script-ში შევიდეთ JavaScript-ში. და ზევით შევქმნათ public game object-ის ტიპის ცვლადი, game object-ის ტიპის ცვლადი, იმიტომ რომ ეს ხო game object-ი არის. ეს prefab-ი. ეს game object-ი უნდა შევინახოთ ამ ცვლადში რა, რომ უთხრათ რომ ეს ამ ცვლადში რაც არის, რა game object-იც არის, ეგ გააჩინოს ხოლმე. მაგისთვის, ანუ კავშირს ქმნით ამ prefab-თან რა, ამ game object-თან. ჩვენი script-დან. რომ უთხრათ რომ ეგ გაჩნდეს და public game object დავარქვათ, ზუსტად ისე დავარქვევ რა, როგორც იქ ქვია, იდენტურად არა ვაყენთ, პატარა ასოთი დავიწყე აქ bullet fin. ესე ერქვას. იმიტომ რომ ეს bullet fin prefab-ი უნდა ჩავაგდო მერე. თქვენ შესაბამის სახელი დაარქვით რა. კავშირია მას ზუსტად შურიკენს ვარდებ მას მე, შურიკენს. ხო. public game object bullet fin. კარგი, ახლა აი თქვათ void damage-სა და void jack-moves შორის შეგვიძლია ჩავწეროთ, ან აქვე შეგვიძლია void damage-ის მაღლა, ცოტა გამოტოვეთ ადგილი და დავწეროთ void shoot. სროლა. როგორ დაწერეთ? როგორ? მას ვუწუთი აი ახლა. მას ზეგრანი გაიჭირდა მას ჩემ. მას shoot უნდა იყოს. აი, გასწორდა. void shoot. ესე დავარქვით. ასეთად კოდი მანახეთ, მას ეს public დავწერე და ის ქვევით აღარა. აი ეს და მე void shoot. ფუნქცია, რომელსაც ქვია ან ვაგ void-ის მე რა იწერება, მნიშვნელობა არ აქვს. void-ის მერე რას ნიშნავს? აქ shoot-ი? დიახ. შეგიძლია shoot shuriken დაარქვა შენ. მე დავარქვი void shoot. მან თუ არ აქვს მნიშვნელობა რას დავწერთ. შენ რაც გინდა ის დაწერე. უბრალოდ მე რო ვიტყვი რომ shoot ფუნქციასთან უნდა მივიდეთ, მაშინ უნდა მიხვდე ხოლმე რომ აი შენთან ის სხვა რაღაცა ქვია რა. დიახ. მას მიჩვენე ასევე shoot დავწერე მას როგორც თქვენ გიწერია. ოკეი. და ბარემ აქ შევამოწმოთ ამ void shoot-ში, if-ი დავწეროთ. ხო, ღილაკზე უნდა გავისროლოთ რა, მე ღილაკს რო დავაჭერთ, მაშინ უნდა ისროლოს, ხო? რაზე გავაკეთოთ მაუსის? Get down. მაუსის მარცხენა ღილაკზე ხო არ ვისროლოთ? იყოს მაუსის მარცხენა ღილაკი? თუ რომელიმე keyboard-ის რომელიმე ღილაკი? მე space ვფიქრობ. რომელი? Space. ამოდოვე. ახტომა რო გვინდა გვენდომება მერე? Space-ით? მაშინ მიიღოს mouse მარცხენა. ხო. input წერტილი და get key down-ითაც შეგიძლია მაუსი რო ჩაწერო. მაგრამ ცალკე არის get mouse button down-იც აქ რა. get mouse რო ჩაწერთ, get mouse button down გამოჩნდება. Get mouse button down. კი, down გვინდა იმიტომ რომ ერთხელ დაჭერა გვინდა.
get mouse buttons თუ მას როგორ გამოიყენებდი გაარჩიოს? რა არის? როგორ გაარჩიოს მარცხენას დავაჯეროთ მარჯვენას? გეტყვით. ჯერ სხვა რაღაც ვიძახდი. get mouse buttons თუ გამოიყენებდი, ეგ არის აი ჩაჭერა, რომ დააჭერ და ტოვებ რა. მაგაზე მასე გაისვრის. შეგვიძლია მასეც გავაკეთოთ, მაგრამ ჯობია რომ ერთ კლიკზე იყოს. get mouse button down, თავისი ფრჩხილები დაუწერეთ, გახსნა და დახურვა და get mouse button down-ის ფრჩხილებში თუ ჩაწერ ნულიანს ნიშნავს, რომ mouse მარცხენა ღილაკია. mouse მარცხენა ღილაკის დაჭერას გულისხმობს ნულიანი mouse მარცხენა ღილაკი. მას notepad-ში გამიხსნა რაღაცა მას ვერ გავიგე ვერც. მას გავაზიარებ ეგანს ნახეთ. notepad-ში რა შუაში notepad? არა ისი მას. გაგზელე აქ წერა, ხო, გაგხსნილი Visual Studio. დიახ. გაგზელე წერა, გამორთე ის notepad. კარგი. მოკლედ ნულიანს რო წერა აქ იგულისხმება get mouse button down 0 ნიშნავს mouse მარცხენა ღილაკს, ერთიანი ნიშნავს mouse მარჯვენა ღილაკს, ორიანი თუ სწორად მახსოვს scroll-ი არის. scroll-ზეც ხო შეგიძლია კლიკი mouse-ის scroll-ზე. ეგეც ხო ღილაკია. დიახ. დამატებითი ღილაკები რო აქვს ზოგ mouse მაგაზე იქნება დოკუმენტაციას უნდა ჩახედო და რაღაცები იქნება. არ მახსოვს ეს ზეპირად ეგენი. მაგრამ დოკუმენტაციაში ნახავ. ან დასერჩავ რა ღილაკიც არის. მაგ ღილაკს დასერჩავ და Unity-ს მიუწერ გვერდით და გამოგიჩენს ეგრევე. შესაბამისი კოდი რომელიც არის მაგის. კაი, ნულიანი რახან გვიწერია გულისხმობთ mouse მარცხენა ღილაკს და ეხლა შიგნით ეს თუ true იქნება, ანუ თუ მართლაც დავაჭერთ mouse მარცხენა ღილაკს. მარცხენა ღილაკს. აი აქ უნდა ჩავწეროთ, რომ გაჩნდეს. bullet fin-ი. ხო? მაგრამ უნდა გაჩნდეს და მე გასროლის ეფექტი რო ქონდეს, მე უნდა გავამოძრავოთ კიდეც. ჯერჯერობით ვაკეთებთ მხოლოდ გაჩენას. ხო, აი spawn-ი ანიმაციაც უნდა მოხდეს. spawn-ი გააკეთოს რა. ანიმაცია არ აქვს, ხა ფოტოებით ვაკეთებთ და მაგიტო. კაი და გაჩენის კოდი არის აქ Instagram-ს გავს ცოტა instantiate ქვია. instantiate ეგრე იწერება. inst-ს რო აკრიფავთ, აი Instagram-ის წერა დაიწყეთ და instantiate გამოჩნდება. მას მარტო instantiate. ხო, instantiate-ს რო დაწერ, თავის ფრჩხილები უნდა და ფრჩხილებში უნდა ჩაუწერო რა გააჩინოს, სად გააჩინოს და შეგიძლია გადახრილი გააჩინო მაგალითად, როგორი rotation-ით გააჩინოს, მაგის მითითება შეგიძლია. რა გააჩინოს, ჩვენ ხო გვინდა რომ bullet fin-ი გააჩინოს, ზევით რა game object-ით შევქმნით. ამიტომ აქ მივუთითეთ bullet fin. მერე მძიმის მერე უნდა მივუთითო სად გააჩინოს და ჯერჯერობით მოდი გავაჩინოთ თავის პოზიციაზე რა. აი რის სკრიპტშიც ვართ, JavaScript-ში ხო ვარ ახლა მე. JavaScript-ის პოზიციას მივუთითებ და აი პოზიციის JavaScript-ის პოზიციის ცენტრზე გაჩნდება და მე უკვე კონკრეტულად დაუწეროთ აი ცოტა წინ გაჩნდეს. ან რაღაც ეგეთი. ჯერჯერობით ჩავუწეროთ ესე, transfer.position. რაც იგულისხმება JavaScript-ში რახან ვართ, JavaScript-ის პოზიცია. იმ წამს რა პოზიციაც აქვს, იმ პოზიციაზე გაჩნდება. JavaScript. transfer.position და მძიმის მერე უნდა ჩაწერო ის რა ქვია, rotation-ი. ხო და მასე transfer position რას ნიშნავს? transfer position ნიშნავს აი ამას. JavaScript-ის transform positions, აი ამას. თვითონ რა პოზიციაზე ანუ რისკში დაცვართ მას, ხო? ანუ მაგას ნიშნავს. კი, თვითონ სადაც იდგება, ზუსტად მაგ პოზიციაზე გააჩენს იმ bullet-საც. აქ თუ იქნება transfer.position ეს არის, აქ თუ იდგება transfer.position ეს არის და მაგ პოზიციაზე გააჩენს იმ bullet-საც რა. და თვითონ რა rotation-იც ექნება, ანუ საითაც იქნება მიტრიალებული, მაგ rotation-ით გააჩინოს. ანუ transfer.rotation ეს ჩავწეროთ. და წერტი მზა. მარჩევთან დიდი თუთი არ დაიწყო მას, ან თქვენთანაც დიახ, მას თქვენთანაც პატარა თუთი იწყე. პატარად ვწერთ transforms.
მას გამოტოვება უნდა იყოს მას ამ ძიმეს მე აუცილებლად. თვითონ დაწერს წერტიმძიმეს, რო დაწერ ბოლოში თვითონ გამოტოვებს. ლამაზად თუ გინდა რომ ეწეროს კი. დიახ. და ისედაც მიბჯენილად რო გაქვს მე მძიმეებს და რაღაცეები მარტივი არის შესახედავად აღსაქმელად რა გიწერია და ესენი რომ გამოიყოფა ერთმანეთისგან უფრო კარგია რომ გამოტოვებები იყოს რა. რომ დაასრულებ ჩანაწერს და წერტიმძიმეს ჩაწერ ბოლოში, ფრაზის ბოლოს გასწორდება ესენი გამოტოვებას თვითონ გააკეთებს. მას რაღაცნაირად გაღიავდა მას ჩემი კოდი. კოდი რომელი კოდი? თლიანად? ახლა რომელსაც თლიანად არა მარტო ეს გაღიავდა. მუქი იყო და გაღიავდა. ხო არ ვიცი. თუ იდენტურად გიწერია სწორი არის. თუ რაღაცა შეცდომა იქნება, მე გავასწორებ. ახლა ეს ხო ფემქთალი არის ეს შუთი, იმიტომ რომ არსად არ ვიძახებთ რა, ცალკე გვიწერია და არსად არ ხდება გამოძახება ამ შუთის. შესაბამისად ეს ხო არ იმუშავებს. ახლა ეს გამოვიძახოთ. გამოვიძახოთ update-ში, იმიტომ რომ ხო მუდმივად უნდა შემოწმდეს ჩვენ ვაჭერთ თუ არა მაუს მარცხენა ღილაკს. რომ მე ეს გააკეთოს. ამიტომ წადით update-ში და jake move რო გვაქვს გამოძახებული, მაგის ქვევით ან ზევით ჩაწერეთ shoot. შხილები და წერტიმძიმე. გამოვიძახეთ ფუნქცია. და აი ზევით რო დააკვირდეთ, ესე აინთებოდა. დიახ, მას აინთო. ოკეი. ეს დავასეივოთ ახლა. გადავიდეთ unit-ში და ერთ-ერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ jx რომ მონიშნავთ და margin script-ზე ჩამომსკროლოთ, აქ jx script-ზე გამოჩნდება bullet fin, ანუ ის game object-ი, public game object-ი რაც შევქმნით ჩვენ ზევით, რაც უნდა გააჩინოს და ეწერება non game object. აწერია? თუ არ ჩანს დასავებული არ არის, ან იგივე პრობლემა შენთანაც აქვს და ის გააკეთე debug-ზე გადასვლა. debug-ით გამოჩნდა. მაგრამ ისა instance-ი მას შემდეგ გამოჩნდა შურიკენი. გამოაჩინე. ხო, აი აქ non game object-საც აწერია, აი ეს prefab-ი აიღეთ, ქვევით folder-ში რო prefab-ი გავამზადეთ წეღან. ეს ხო game object-ია, წამოიღეთ და ჩააგდეთ აქ. ან აქედან შეგიძლიათ დაასელექტოთ. რამოს? ის შურიკენი prefab-ად ხო აქცია ქვევით folder-ში ხო ჩააგდეთ წეღან. რადმას? prefab-ად აქ folder-ში ხო ჩააგდე? მას აი folder-ი არ შემექმნია მას მე prefab-ის. აი, დამელოდე მაშინ გავტესტავთ ყველაფერი მიმუშავოს, მე მოვა შენამდე. დამელოდე. მას შევქმენი ახლა prefab-ები მას და შურიკენი ჩავაგდო აქ, ხო? იერარქიიდან უნდა ჩააგდო, კი. ის ობიექტი წამოიღე, ჩააგდე. ანუ შურიკენი უნდა იყოს prefab-ში მას და შურიკენი ჩავაგდო ახლა Naruto-ს იმაში. მერე ის შურიკენი წაშალე იერარქიიდან, სენიდან წაშალე, სენიდან. დაიტოვე მარტო prefab-ი, prefab-ის folder-ში რო გადააგდებ, მარტო ეგ დაიტოვე. folder-ში არსებული შურიკენი. და მერე იქ ჩაუგდე. მარჯვნივ. შურიკენში. ხო, აი აქ რაც ჩანს, non game object-ს აწერია, მანდ ჩააგდე. ოკეი, მას არ აგდებს. ანუ ფოტოში გერევა შენ, ფოტოში. ეს ფოტო არ ჩააგდო, prefab-ი უნდა ჩააგდო. კაი, დამელოდე რა, დამელოდეთ, ხო. მივხვდი prefab-ი, დიახ, მივხვდი. ეგ არის. ჩდება. ჯერჯერობით არ ისვრის, უბრალოდ გაჩენა არის და ეგ მარცხენაც რო დაუკვირდეთ bullet fin, აი ამ prefab-ის კლონები ჩდებიან რა. ზუსტად იდენტური ობიექტები. ასევე jake-ის უკან არის ეს და ეგეც გავასწორეთ, რომ აი bullet fins გაუზრდი იმას. jake-ი არის ordering layer-ი 1 უწერია jake-ს და bullet fins ჩაუწერ 2-ს, რომ jake-ზე წინ იყოს ხოლმე. აი, ზუსტად თავისი ფოტოს ცენტრზე აჩენს.
სადაც რო გავამოძრავებთ, სადაც ვაკეთებ kliks-ი აჩენს იმას. გასროლას ჯერჯერობით არ აკეთებს. ეს არის მხოლოდ გაჩენის კოდი. ნახეთ ალბათ თუ მუშაობს თქვენთანაც. ეთერას მუშაობს მას. ან შენთან იქ ვარ ჩავამატე. გაზიარე. კარგით. ნახე, ფოტო გაქვს ჩაგდებული, რატო არ მისმენ? ფოტო არის ეგ, ფოტო, პრეფაბი არ არის. მას ჩაგდებული არაფერი არ მაქვს ნარუტოს იმაში მას. Non game object აი prefab ხო ავიღე მას. მაგა prefabs კი არ აგდებ, ანუ folders არ აგდებ, არა, გავუშვი ამას. არ ისმენ საერთოდ. ეს ფოტო გადააგდე ფოტოების ფოლდერში. აი პერსონაჟები რო გიწერია ასეტების ფოლდერში, ხო გაქვს ფოტოები სადაც გაქვს, მანდ გადააგდე. და ყველა ფოტოს რასაც შემოიტან, გქონდეს მხოლოდ მანდ. ეხლა მოკიდე მაგას, ჩააგდე სცენაში, რომ გადაიქცეს game ობიექტად. ეგ არის ფოტო ჯერ. ფოტო არაფერი არ არის თუ game ობიექტად არ აქცევ. ჩააგდე ხა მანდ. всё, game ობიექტად იქცა. მაშინ ამას წავშვი. ამას წავშვი მაშინ ლეპტოპით. ხო, გქონია ბიჭო უკვე შურიკენი და რატომ აკეთებინებ ახლიდან ყველაფერს? მასეს კი მაქვს მას, მაგრამ იქ ვერ ჩავაგდე მე. ხო და გეუნები და არ მისმენ, რომ ეს შურიკენი ეხა უნდა ჩააგდო პრეფაბების ფოლდერში. იერარქიაში მოკიდე ხელი. მოკიდე ხელი იერარქიაში. ჯერ პრეფაბების ფოლდერში გადადი და გაამზადე. არა. ბიჭო, ნუ ჩქარო, ვერ წიწამი, დამელოდე რა. გადადი პრეფაბების ფოლდერში, მოკიდე ხა ზევით იერარქიაში შურიკენს, ჩააგდე ქვევით ფოლდერში. ეგ არის, ეს არის პრეფაბების შექმნა. წეღარ ვახსენით რომ მოგესმინა. მიხვდებოდი. ეხლა ზევით წაშალე. შურიკენი რაც გალურჯდა, ეგ ობიექტი წაშალე, ზევით. რაც გალურჯდა თქო, ეგ არის. ეგ წაშალე. იმიტომ რომ სცენაში არ გვინდა რომ იყოს ეს შურიკენი. უნდა იყოს ფოლდერში პრეფაბის სახით. აი ქვევით რაც არის ეხა, ეს პერსონაჟებში არ წავშალო. არა, ეგეც ფოტო უნდა იყოს, რომ იმ game ობიექტმა გაჩვენოს ეგ ფოტო. ეგეც ხო ვისწავლეთ, რომ ფოტო ჯერ შეგვაქვს პროექტში, ფოლდერში, მერე ვაგდებთ სცენაში და მაგით იქნება game ობიექტი. ფოტო რო წაშალო game ობიექტი ფოტოს ვეღარ დაგანახებს. მიხვდი? ნარუტოს ფოტო რო წაშალო, ნარუტო აღარ გამოჩნდება. game ობიექტი დარჩება, მაგრამ ნარუტო აღარ იქნება რა, ვიზუალურად. ამიტომ შურიკენის ფოტოც უნდა იყოს. ეხლა მონიშნე ნარუტო. მარჯვნივ ჩამოსხოლე და მაგ non game object-ში ჩააგდე ეს პრეფაბი. აი ეგ. კი. ეგ არის. So, ჩართე ხა თამაში დააჭირე კლიკი გააკეთე და ეოს. შურიკენებს ქნის. Okay. ეო. და ასე იმე სცენაც. შეიძლება გამორთო გაზიარება. Okay. ახლა რახან გაჩენა უკვე გაკეთებული გვაქვს. ეხლა გვინდა რომ იმოძრაოს, ხო? ანუ გასროლის ეფექტი რო გავაკეთოთ, უნდა გავამოძრაოთ ეს bullet fin-ი. და რო გავამოძრაოთ, მივაბათ rigid body 2D და რაღაც force-ი მივანიჭოთ მერე. მონიშნეთ მოკლედ ეს bullet fin-ი ქვევით და ერთ კომპონენტით ამასაც შეგვიძლია მივაბათ ნებისმიერი კომპონენტი, იმიტომ რომ ესეც game ობიექტია. უბრალოდ სცენაში არ არის, ქვევით არის რა, პრეფაბის სახით.
მონიშნეთ ეს პრეფაბი, მარჯვნივ ერთ კომპონენტს დააჭირეთ და rigid body 2-დან მიაბით. მიაბით? მიაბით rigid ჩვენს body. ტიმს არ მიხსნის მე. რას? ჩვენს ტიმს მას. უნდა დაპინო ხოლმე ისა ნიკოლოს, უნდა დააჭირო ხოლმე რომ დაიპინოს. ისი არ გაგიხსნის თუ არ დააჭირე. მას ჩანს? ტიმ ფაილები მას მიწერს. ორჯერ გიგირთება მას. სხვებთანაც ეგრე წერს, ჩემი ინტერნეტი ჭედავს თუ? არა, მას მე მხედა. ოკეი. მას ჩვენთან აერორებს მას 2001 წელს ერო 2001-ია. თავიდან შემოდი. აი ახლა ხნა. ხნა მას. ინტერნეტის ბრალი არის. კაი. ასე ვაკეთებდით. Bullet fins იმ შურიკენს მიაბი rigid body 2-დე, ერთ კომპონენტს დააჭირე და მიაბი rigid body 2-დე. დიახ. ოკეი, ახლა შევიდეთ სკრიპტში. და ახლა როგორ დაუკავშირდეთ ამ rigid body 2-დეს, რომ უთხრათ, რომ გამოძრავდეს ხოლმე რა. და თან ჩვენ აი ამ თვითონ პრეფაბის rigid body 2-დესთან დაკავშირება კი არ გვინდა. აი სცენაში რომლებიც ჩდებიან, ის კლონები რო ეწერათ. აი კონკრეტულ მაგ კლონებთან დაკავშირება გვინდა რა. აი ახლა ყველა ვარდება, იმიტომ რომ gravity scale-ი აქვს. აი რაც გაჩნდა მაგალითად სცენაში. აი ეს bullet fin-ები. ფრჩხილებში რო კლონი უწერიათ. ამ პრეფაბის კლონები ხო არიან ესენი? აი ზუსტად აი ამ უკვე სცენის ობიექტები რომლებიც არიან ეს კლონები, მაგათ rigid body 2-დეს უნდა დაუკავშირდეთ და უთხრათ რომ გამოძრავდეს. რომ ესე გაიცვალოს მარჯვნიდან და მარცხნივ. თვითონ ამ პრეფაბის rigid body 2-დი არ გვინდა ჩვენ. პრეფაბს არ ვეუნებით რომ იმოძრაოს. უნდა უთხრათ bullet fins clones ოღონდ, რომელიც სცენაში გაჩნდა. აი ამ ობიექტებს რა, ესენ უკვე დამოუკიდებელი ობიექტები იჩნდებიან აქ სცენაში. ოკეი, ამიტომ ესეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. instantiate-ის მარცხნივ ჩაწერეთ უბრალოდ როგორ რაღაც გააკეთეთ, იცი? გამოტოვება გააკეთეთ instantiate-ის მარცხნივ mouse cursor-ს რო ჩააწყაპუნეთ, ერთხელ გამოტოვეთ, მერე arrow-ი მარცხნივ გადადით ერთი ნაბიჯით. ისრით რა კლავიატურაზე. და მაგ დროს დაიწყეთ წერა, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ შემოგთავაზოთ ხა რასაც ჩაწერთ. Game object და დავარქვათ bullet fin clone. აი clones ხომ უნდა დაუკავშირდეთ და ტოლობა. ესე დაწერეთ. აი ამ instantiate-ის მარცხნივიდან უნდა დაწეროთ მოკლედ ეს game object bullet fin clone. მასე გრაშვება ვერ გავიგე. ეს რა შვება ახლა? ცვლადი შევქმნით game object-ის ტიპის ცვლადი, დავარქვით bullet fin clone და მაგაში შევინახეთ აი ეს გაჩენილი ან ჩვენთან შურიკენ clone დავწერო მას. კი. ეს ხო აჩენდა ეს კოდი ხო წეგან გავტესტეთ რომ აჩენდა კლონებს. და რო აჩენს ეგ ახალი გაჩენილი კლონი შეინახება ჩვენს მიერ შექმნილ ცვლადში. რომელსაც სახელი ერქმევა bullet fin clone. და აწი ამას სადაც ვახსენებთ ქვევით, ვიგულისხმებთ იმ სცენაში გაჩენილ კლონს რა. ანუ რაღაც ცვლადში შევინახეთ ის გაჩენილი კლონი. ეხლა ამის ქვეშ დავწერთ bullet fin clone წერტილი get component, მოდი დაუკავშირდეთ rigid body 2-დეს, ნაკლებობ მეტობის ნიშანი და rigid body 2-დე, ფრჩხილები, წერტილი
მას იქ game objective-ის გვერდი თამაში რასაც წერს იმის ის სახე უნდა დავწერო. არა, აუცილებელი არ არის ეს. Close rocket. უბრალოდ შესაბამისი სახელი რა. რა. ლოგიკურად რომ შესაბამისობაში იყოს, თორე იდენტურად არ უნდა დაწერო. იქ ფრჩხილები უწერია. თამაში რო იქმნება, ზუსტად აი აქ როგორც ქვია, ზუსტად ეგრე ქვია და ფრჩხილებში კლონი. და ეგრე არ უნდა დაწერო აქ. ანუ შეიძლება ეგრეც დაწერო, მაგრამ რა თქინდა, ანუ. და გამოვიყენოთ add force. add force ფრჩხილები დაწერეთ ჯერ და დავასრულოთ მე შეწერა. ასე გაც force რაღაც ნიშნავს. მას იმ შეხებში რატო არ შევწერეთ? რომელ ფრჩხილებში? აი rigid body-ის მე რო არის. ეს ფრჩხილები არის get component-ის. get component-ით უკავშირდება rigid body 2D-ს და მე წერტილით უკვე უკავშირდები rigid body 2D-ს იმეებს. კოდებს. და ერთ-ერთი არის add force. add force აკეთებს force ანიჭებს, თვითონ სიტყვა გეუნება. force ანუ რაღაც ძალას მიანიჭებს და ეგ გადააგდებს რა იგით. საითაც მიუშვებთ. დიახ. ფრჩხილებში უნდა ჩაუწეროთ. მოდი სანამ ჩაუწერთ ზევით რამე ცვლადით შევქმნათ public float bullet force ესე დავარქვათ. რო აი დავარეგულიროთ, რამდენად მძლავრი იყოს ეს force-ი რა, რამდენად სწრაფად და შორს გადავარდეს. დავწერეთ ეს. ჩემთან shuriken force მოწერო. კი. მას სულ რამდენი კოდი არსებობს ესე ამნაირი? ეს ძალის მინიჭების რო გადაადგილო? არა, მას ზოგადად აი ეს შახის კოდები მას. basic დონე რო იცოდე, basic. რაო ბევრი არის ძალიან. არ ვიცი. მუდმივად უნდა წერო კოდი, ანუ მუდმივად უნდა იმეორო რომ დაგამახსოვრდეს, ხო? კი. ამჯერად პროგრამისტს თუ არ წერა, შეიძლება დაავიწყოს ერთის მე თქვა კოდი. რა თქმა უნდა. ენასავით არის ზუსტად, აი ქართულად ვლაპარაკობ და წერ. დიდი ხანი რო არ წერო ქართულად და რო არ ვილაპარაკო, და გავიწყდება. სერიოზ? მაგრამ ამ შემთხვევაში ხა შეგიძლია რომ ჩამოწერო ხოლმე უბრალოდ რომ აი add force-ი კოდში თავს თავიდან მითხარით. ამ შემთხვევაში ხა შეგიძლია რომ ჩამოწერო ხოლმე ცალკე თქვათ add force-ი ანიჭებს რაღაც სიმძლავრეს და გადაადგილდება შეიძლება add force-ის გაკეთება და აუცილებელი არ არის დაიმახსოვრო add force როგორ იწერება, იმიტომ რომ თუ უბრალოდ იმას დაიმახსოვრებ რომ add force-ის გამოყენება შეგიძლია მოძრაობის დროს მე დაგუგლავ რა add force unity და ეგრევე შემოგთავაზებს ან რავი Google-ის AI-იც არის და გიწერს და როგორ უნდა დაწერო გამარტივებული არის და ეგ ეტყვის add force-ი როგორ დაწერო მაგალითად ასე shuriken force-ი დავწერე მას. ხო მას კოდში. კაი, ზევით დავწერეთ ეგ bullet force-ი. ეხლა აქ add force-ი ჩავწეროთ bullet force ფრჩხილებში ვწერთ add force-ის ფრჩხილებში. გამრავლებული და ამ add force-ას სჭირდება რომ რაღაც მიმართულებით გაუშვა რა. და ჩვენ გავუშვათ transform წერტილი right, ანუ მარჯვნივ გავუშვათ.
ოღონდ თან ხო ისე გვიწერია ჩვენ რომ იმ rotation-ით ჩდება რა rotation-ით იმას JX აქვს ამ პერსონაჟს და საითაც იქნება მიტრიალებული ტრანსმოწეტილი right ხო დადებითი არის ეს დადებითია და ისე იმუშავებს რომ საითაც იქნება მიტრიალებული იქით გაისვრის რა ნახავთ მაგას ძიმე დავსვათ მე ამის მერე და add force ჭირდება აი force mode-ი უნდა ჩაუწერო force mode წერტილი impulse ხო force mode 2D კი მართალი ხარ force mode 2D წერტილი impulse და წერტი მძიმე impulse არის აი აქაც აწერია ნახე add an instant force impulse to the rigid body 2D using its mass impulse როცა იყენებ აი რაღაც ბიძგივით აკეთებს და ეგ ანიჭებს მე force რა ეგ აგდებს გადააგდებს რაღაც მიმართულებით და ასევე ითვალისწინებს ამ შემთხვევაში მასასაც აი თუ დიდი მასის ობიექტი გექნება და მიანიჭებ ამ impulse add force გაუკეთებ და impulse-ით გადაადგილებ იმ მასასაც გაითვალისწინებს იმ ობიექტის რა თუ ძალიან დიდი მასის ობიექტი არის ნელა გაასრიალებს თუ პატარა მასა აქვს შესაძლებლობით სწრაფად ოკეი დავასეივოთ ხა ეს გადავიდეთ იუნიტში მოვნიშნოთ JK მარჯვნივ ჩამოსხოლოთ და bullet force-ი ჩაუწეროთ რომ თქვათ კონდეს 10 აბა ვნახოთ როგორი იქნება ოკეი ჩემთან ახლა პირიქით ჩვება ეგრევე მარჯვნივ აგდებს ხო იმიტომ რომ ჩემთან მარცხნივ არის მიტრიალებული პერსონაჟი ანუ მე უნდა გავამინუსო ეს ტრანსფორმ წერტილი left უნდა დაწერე ანუ თქვენ ტრანსფორმ წერტილი left-ი არა აქ ამას მაგრამ შემიძლია მინუსი დავწერო აქ და ტრანსფორმ წერტილი right თუ მინუს დავწერ ტრანსფორმ წერტილი left-ი იქნება რა ხო იმიტომ რომ ჩემთან მარცხნივ იყურება და თავიდანვე მინდა რომ ეგრევე მარცხნივ გაისროლოს ჩემთან რაღაცა შეკეთებას მიწერს მას აი ეხა მარცხნივ ისვრის მარჯვნივ ტრიალდება მარჯვნივ ისვრის 10 ცოტა არის მე მგონი 30-ს ჩავწერა აბა შეკეთებას არ მიაქვს ქვევით იმიტომ მიდის რომ gravity scale აქვს იმას თვითონ prefabs gravity scale გაუნულე და აღარ წავა ქვევით აი force-ი გაზარდა ცოტა და ვერ მოასწრებს ქვევით ჩასვლას და თუ მას შემთან რაღაცა ის გააკეთა მას ხო ერთი ანუ ერორი კი გეტყვი და გააზიარე მე მას და ჩვენთან კიდე უკან არის მას აი პერსონაჟის უკან არის ordain layer-ი გაუზარდე prefabs bullet-ის prefab-ი მონიშნე და ordain layer-ი გაუზარდე უფრო მეტი ჩაწერე ვიდრე იმ შენ პერსონაჟს აქვს sprite render-ში აქვს ordain layer-ი ხო და თუ გინდა რომ სწორ ხაზზე გაისროლოს ხოლმე gravity scale-ი გაანულე prefab-ის rigid body-ზე რა და მას order layer-ს აწერია sprite render-ში მონიშნე prefab-ი და margin sprite render-ში იპოვე ordain layers შეიძლება ჩაკეცილი გაქვს additional setting-ში იქნება აი ხა straight line-ზე ისვრის რა ქვევით აღარ ვარდება gravitაცია რო გავუნულე ესე ისვრის და აი ძალიან ბევრი კლონი შეიქმნა ეს ხა გადატვირთავს იმას სცენას ძალიან ბევრი კლონი შექმნა და მაგას გავასწორებთ მე მას უკვე damage უნდა გავუკეთო მას და ძალიან მაგარი იქნება კი გაზიარება მიდი რა არ მუშაობს შენთან მაჯვარი აი ორად გილასა ჩემს დროს მე-19-ზე და მე-20 ხაზზე მას აი მიდი ერთწამს იქ სადაც ერორი იყო ტოლობა არ გიწერია იქ მე-19 ხაზზე შურიკენ კლონის მერე აი მანდ ტოლობა უნდა გეწეროს და
აი ესე ხოლმე. გაასწორე ოღონდ. გამოტოვებას გაუგეთე. სო. და ასეივე გადადი. მას ახლა ისა სადაც არის იქ აჩენს და მე ვარდება. ელაო. 0 ეხლა გიწერია ვაღავდო, force-ში, bullet force-ში გიწერია 0 და მაგიტო არ მიდის. ნარუტო მონიშნე ხა ჯერ სანამ ჩართავ. ნარუტო მონიშნე. არა, bullet force-ში 10 მიწერია. გაზარდება ცოტა. ჩაწერე 30. იყო 10. მაინც ყევით მიდის. კაი, დამელოდ. აი მას. აბა შეტრიალდი ნარუტო შეტრიალდი მარჯვნივ. ეგ არ გამიკეთებია მას. რა არ გაკეთებია? შემოტრიალება არ გაქვს შენ? ოკეი, კაი, მე გააკეთე მაშინ ეგ ჩანაწერში ნახე და მე გააკეთე და გასწორდება. ოკეი. კაი, შეგიძლია გამორთო გაზიარება და გაბრიელ შენ გააზიარე. მას ჩემთან მას სოლაგია რომ მეგონი დაში გააკეთა რო ვაჭერ დაშს აკეთებს. ეჯახება იმას და მაგიტო. გავასწორებთ მაგას. თავის შურიკენს ეჯახება. დიახ. მაჩვენება კოდს შემახედა. ოკეი, აბა გატესტე. კაი, გამორთე. მონიშნეება ეს პერსონაჟი. ჩამოსხვილ სკრიპტზე. ვაკ. არამშიც. გაზარდება 50 ჩაწერე მან. აბა გატესტე, ხა მაინც არაფერს იზამს, მაინც დაბლა ჩავარდება. ახლა კაი, მაინც დაბლა ვარდება. კაი, გამორთე. მონიშნე ქვევით ბულეთის პრეფაბი. rigid body. force არ ენიჭება საერთოდ, მარჯვნივ მარცხნივ არ მიყავს. ამაზე კოლაიდერი არ გიდევს აშკარად. არც იჯახება არაფერი. აბა რა შეიძლება რომ იყოს? სკრიპტში შედი ერწამს. შენი პერსონაჟი იყურება მარჯვნივ ეგრევე, ხო? ანუ right-ი გიწერია, bullet force-ი. force mode impulse-ი. მას როგორც Ubisoft-ი არის მას, აი თამაშებს რო ქნის მას, დაახლოებით ეგ სტილში არის მას RG მექანიკი. რომელი? RG მექანიკი. არ ვიცი ეგ დეველოპერი. გაბრიელ, bullet SS გიწერია და მან მოგეწეროს bullet S sin თუ რავი რაც დაარქვი იმ game objects. აქ რაც მიწერია? კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეგ კლონი მაგიტო შევქმნით, რომ მაგას დავკავშირებოდით get component. შენ ცდილობდი ახლა რომ prefab-ის rigid body შეგეცვალა და prefab-ის rigid body თავის სპონჯი არის. კლონის rigid body უნდა შეცვლილიყო რა. აბა ეხლა წადე. ახლა ისვის, მაგრამ ძალიან შკარა.
50 ჩაგაწერინე წეღან და მაგითო ცოტა დაუკელი იქ. თამაში გამორთევოთ. და მე მაგაზი არა თვითონ პერსონაჟი არის ეგ ცვლადი. მას ეს კოდები 3D თამაშებას მოქმედებს. კი. უბრალოდ იქ დაუკავშირდები rigid body-ს 2D-ს გარეშე. მას rigid body 3D ძნელი გასაკეთებელი იქნება მანდ. არა, იგივე პრინციპი არის ზუსტად. უბრალოდ აქ 2D-ში რომ გამოძრავებ მარჯვნივ მარცხნივ ან ზევით ქვევით, იქ დაგემატება წინ და უკან გამოძრავება. Z-ზე გამოძრავება. ოკეი, დაასეივე გაბრიელ, ეს თვითონ სცენაც. კარგი. ეხლა აი წეღარ რო გაჩვენეთ, რომ ბევრი ობიექტი ხო იქნება ესე. და რჩებიან ესენი რა. იმაში სცენაში კი აღარ ჩანს საერთოდ და თამაშიც აღარ ჩანს, კამერაც ვერ ხედავს, მაგრამ ეს უსასრულოდ მოძრაობენ. აი მიდის და მიდის არ ჩერდება, აი აქ რო დააკვირდეთ X ეცვლება სულ. და ტყუილა აკეთებს ანუ მაგას, ხო? ამიტომ ტყუილა რო არ ვაკეთებინოთ ეგ და თან რო არ გადავტვირთოთ სცენა ამ ბევრი ობიექტით, იმიტომ რომ მე შეიძლება გაგიჭედოს. კამერა თუ ვერ ხედავს წავშალოთ. ხო, ან ერთი ვარიანტი ეგ გვაქვს. ან აქვე მარტივად შეგვიძლია დაუწეროთ წაშლა რამდენიმე წამში. ანუ რამდენიმე წამი საკმარისი იქნება რომ კამერიდან გავიდეს და დაიშლება ხოლმე. აი აქ თუ დავწერთ destroy bullet fin clone ყურადღება მიაქციე რომ აქ კლონი უნდა წაიშალოს და არა ის პრეფაბი, ანუ აქ რაც გიწერიათ, ზუსტად იგივე უნდა გეწეროთ აქაც. მძიმე და რავი ერთი 2 წამი მე მგონი საკმარისი იქნება, 3 წამი გააჩნია სიჩქარე რამდენი აქ. რა სიჩქარით და როგორი ფორსით აგდებთ, ეს bullet force რამდენი აქვს. მაგის კოდიც არსებობს გაბრიელ შერას თქვი რომ აი კამერას რო დატოვებს მაგროს წაიშალოსო. ანუ კამერა როგორც კი ვეღარ დაარენდერებს მაგას, ვეღარ დაინახავს, ეგრევე შეგვიძლია წაშალო. უბრალოდ მაგ შემთხვევაში მოგიწევს რომ თავისი სკრიპტი შეუქმნა იმ თვითონ ბულეტს და მანდ ჩაუწერო ეგ კოდი. და ეხლა აქედანვე შეგვიძლია რომ აი გავისროლე და აი დააკვირდი 2 წამში გაქრა. დაჟე 1 წამიც მე მგონი 1 წამში რო გავაქრო ხოლმე აი ხ ბევრი გაჩნდა და მორიგეობით გაქრებიან. გაჩენიდან 2 წამში ქრება ყველა რა. იმიტომ რომ აქ ჩდება მოძრაობს და 2 წამში ქრება. დაჟე 1 ჩავწერე ხა მე და ახლა სწრაფად ვისვრი მე. 1 წამი საკმარისია რომ ასადე რომ მივიდივარ ძირს აგდებს. ანუ რომ მივიდივარ და თან რომ ვაჭერ ძირს აგდებს. კოლაიდერი მიბმული გაქვს? არა. მაშინ ძირს არ უნდა აგდებდეს ანუ. ერთადერთი ვარიანტია რომ ეჯახება მაგ იმას, რასაც გავასწორებთ მე. თუ კოლაიდერი არ გაქვს, ძირს რანაირად აგდებს, აბა? მივხვდი რატო ვარდება. აი რა მხრითაც მივდივარ, იმ მხრით რო აგდებს და თან რომ მივყვები, თითქოს ძირს მიდის. რომ ჩერდები მე აგძელებს თავს. ხო, ანუ ძალიან ნელი გაქვს. და შენ ბულეტს ეწევი რა, თან, ეგეც არის. და ცოტა სწრაფი გააკეთე, რომ თქვათ მარჯვნივ რომ მოძრაობ და ისვრი, ისე არ იყოს, რომ ბულეტი რომ მიდის არ დაეწიო რა მოძრაობით. ხო სწრაფი უნდა იყოს ბულეტი და ასევე gravity scale-იც შეგვიძლია გაანულო. ქვევით prefabs რომ მონიშნავ, gravity scale გაუნულე rigid body 2D-ზე და მარტო ქვევით აღარ ჩააგდებს რა, ოდნავ ქვევით აღარ წავა. წავა მარტო მარჯვნივ ან მარცხნივ. ისიც ხო შეგვიძლია რომ აი გადაუგდოთ და რო დაიჭიროს, ხო, და რო გააქროს.
ეგეც შეიძლება კი. რო გადააგდო. სხვა რო დაიჭიროს, ანუ რო შეეხება სხვას, რო ხო. გაქრეს. ეგეც შეიძლებაია. რო უბრალოდ როგორ გადააგდო, იცი, აი რაღაც ფორსი მიანიჭო, ოღონდ ჩვენ ხო მარჯვნივ ვანიჭებთ ფორსს. და აი ოდნავ ზევითაც მიანიჭებთ და ესე გადააგდებს ხოლმე რა. და სადმე რო დავარდება და სხვა რაღაცას დაეჯახება, მაგრამ კაი, დავალება იყოს მოკლედ ესეთი. ხო ისვრის ახლა მარჯვნივ და მარცხნივ. რო გაისვრი აი ამ ჩვენ იმეებს, რა ქვია, ენემიები რაც გვყავს რა. მაგ ენემიებს ჰქონდეთ სიცოცხლე, თავიანთი სკრიპტი შეუქმნით, ჰქონდეთ სიცოცხლე და დააკლდეთ ხოლმე, როცა ეს ბულეთი მოხვდებათ რა. აი თქვათ, აი ამ ბიმოს რო კონდეს 3 სიცოცხლე თავის სკრიპტში და ბულეთ ფინი რომ მოხვდება, თითო მოხვედრაზე ეს ბულეთი გააქრეთ ხოლმე, როცა მოხვდება, სიცოცხლე დააკლდეთ და ნულს თუ გაუტოლდება ამის სიცოცხლე, მერე გაქრეს ხოლმე რა. მას პირიქით რომ მოემატოს მე ეს საჭმელი მაქვს გაკეთებული და საჭმელი ხო არ მოკლავს. შეიძლება. მას ისე რომ გავაკეთოთ, თუ მას თუ მოხდა მაგალითად ზახს, მაგ შემთხვევაში თუ საშუალო დააკლდეს. ანუ შეკითხვა რო იყოს. ხო, რა შეგიძლია. მოკლედ დავალება არის, რომ მოხვედრაზე რაღაცა გააკეთებინო რა და თუ გინდა დააკელის სიცოცხლე, თუ გინდა მოუმატე. ბულეთს რომ მოარტყამ, რაღაცა უნდა შეიცვალოს ამის კოდში. ოკეი. კითხვა ხო არ გაქვს რამე? არა აქვს. კაი, შემდეგთვის სადეთ მაშინ მაგის გაკეთება და თუ რაღაცა პრობლემა იქნება, მოიწერეთ Discord-ზე. იმას კარგი. ჩანაწერსაც ავტორთავ და შეგიძლიათ უყუროთ თუ რამე გავატოვებული გაქვთ. ოკეი. კაი, მაშინ შეგვიძლიათ დავასრულოთ დროებით, აბა. ნახვამდის. კარგით.